სულ ორ სიტყვას ვიტყვი შესავლის სახით, როცა პროპაგანდაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ დეზინფორმაციის გავრცელებას არ ვლაპარაკობთ, ეს არის ადამიანების მომზადება იმისთვის, რომ დეზინფორმაცია იოლად მიიღოთ. ეს მომზადება თუ გახსოვთ, ძალიან ბევრს ციტირებ ბატონ ბიზნესმა, რა შუა უნდა გაიკრიფოს ესეთ რაღაცას ამბობდა, ხო? ანუ პოლარიზება არის ერთ-ერთი, რითიც ვამზადებთ ჩვენ საზოგადოებას იმისთვის, რომ იოლად მიიღოს დეზინფორმაცია და რატო? ეხლა თქვენ ეს თქვით, რომ აი, როდესაც ვლაპარაკობთ მიკერძოებულები ვართ ადამიანები და ვცდილობთ, კი არა და გვირჩენია ის გავიგოთ, რაც ჩვენს აზრს განამტკიცებს და დანარჩენს არ მივაქციოთ ყურადღება, ხო? ანუ ეს იყო რაც თავიდან ახსენეთ. ეს მოქმედებს და არ გვაძლევს ერთმანეთთან საუბრის საშუალებას, თუ საზოგადოება არის ორად გაყოფილი და პოლარიზებული. ამიტომ პროპაგანდის მიზანია, ანუ ასეთი რეჟიმის მიზანი არის, რომ ასეთი პოლარიზებული საზოგადოება იყოს, იმისთვის, რომ ერთმანეთთან საუბარი და ერთმანეთის გადაბირება იოლად ვერ მოხერხდეს, იმისთვის, რომ აი ამ სხვადასხვა პოლუსზე მყოფმა ადამიანებმა მარტო ის ინფორმაცია ეძებონ გარემოში, რაც მათთვის არის ხელსაყრელი და ნუ მედიაც პოლარიზებულია პრინციპში და ამის საშუალებას იძლევა თანამედროვე ვირტუალური სივრცე განსაკუთრებით, ხო? თუმცა აი პოლარიზებული საზოგადოება რატო ვერ ახერხებს ერთმანეთთან საუბარს? იმიტომ რომ საუბრის მანერა თუ რაც არის, ან მიდგომა არის ესეთი ხისტი, რომ ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია და ამიტომ უნდა ველაპარაკო როგორც მტერს. ჩვენც გვახასიათებს ეს, არ ვიცი, ყველა გულწრფელად თუ დავფიქრდებით, ძალიან ძნელია, რომ აი თქვენ ვინც ახსენეთ არ მახსოვს სახელი და გვარი, აი იმ ადამიანს ელაპარაკო და სცადო რომ გააგებინო. ალბათ არის რაღაც მცირე რაოდენობა, რომელთანაც მართლა არ არის საუბარი, მაგრამ ფართოდ მაგ შორის არის, მაგრამ ხო, ნუ უნდა ეს გარჩევა უნდა მოხდეს, ხო რაღაც. ერთი გარჩევა უნდა მოხდეს და მეორე ვარიანტია. თან ცხადია, სხვანაირად არის ეს. მოკლედ, ბოლო კვლევებს თუ შევხედავთ, ამ სტრატეგიებზე, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიებზე როცა ვსაუბრობთ, აი რამდენიმე საკვანძო გამოიყოფა ხოლმე. ერთი რომ ყველავთან ხვდებით, თქვენ თქვით რომ საერთოდ არ ვაჩვენებთ ამ სტატუსს და იმას ეს არის აბსოლუტურად სწორი, იმიტომ რომ ხელი არ უნდა შეუწყო დეზინფორმაციის გავრცელებას. პრევენცია ყველაზე კარგი სტრატეგია, მაგრამ ეს ვერ ხერხდება, ბუნებრივია. ამიტომ ლაპარაკობენ ხოლმე რომ აი რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა ვისაუბროთ იმ ტყუილებზე, რასაც ავრცელებენ, ისე რომ რაღაცა უარყოფითი შედეგი არ გამოიღოს და პირიქით ხელი არ შეუწყოთ ამ ტყუილების გავრცელებას. ერთ-ერთი და იმ ადამიანებამდე მივიტანოთ, ვისაც მარტო ის ესმის, ხო და იმას იჯერებს, რასაც ვთქვათ ლიზა გეგეჭვარი ამბობს. ხო, ანუ ერთი რასაც ვაკეთებთ არის რომ როცა როდესაც ვლაპარაკობთ იმ დეზინფორმაციის შესახებ, რომლის განეიტრალებაც გვინდა, წინასწარ ვამბობთ, რომ ეს ტყუილია, იმიტომ რომ ადამიანებს აქვთ ესეთი default თუ რა ვიცი, ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანის რაც არის, რომ როცა რაღაცას მეუბნებიან, ამას ჯერ ვამბობ, რომ კი, ეგრეა და მერე შეიძლება კრიტიკულად შევხედო, იმიტომ რომ მინიმუმ იმისთვის, რომ გავაკრიტიკო, უნდა დავუშვარო სწორია, რასაც მეუბნებიან, ხო, სხვა ყველაფერს რო თავიდანვე. ამიტომ თუ ესე ტყუილით ვიწყებს უშვებს რომ სწორია და შესაძლებელია რომ აი მე ეს კრიტიკული შეხედვა ვეღარ მოვახერხოთ გზა ასე ვთქვათ მისთვის კრიტიკული. ამიტომ თუ იმით დავიწყებ რომ ეხა ტყუილს ვიძახი ეს არის დეზინფორმაცია, ამით ვამზადებთ ადამიანის ფსიქიკას რომ შეხედოს კრიტიკულად, თავიდანვე კრიტიკულად შეხედოს იმ ინფორმაციას, რასაც ვეუბნებით და ნუ მე შეგვიძლია არგუმენტები მივაწოდოთ, ალტერნატიული მოსაზრება ვუთხრათ, ანუ ფაქტებზე დაფუძნებული მოსაზრება ეს რატოა ტყუილი და ჩვენ რასაც ვამბობთ ის რატო არის სწორი. ანუ ფაქტებზე ფოკუსირება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთი კიდევ რაც არის მნიშვნელოვანი, სანამ იმას ვიტყვი, განსხვავებული ღირებულების მქონე ადამიანს როგორ ვუთხრათ, ეს არის ჩვენ ხშირად გვახასიათებს თუნდაც სოციალურ ქსელებს რომ შევავლოთ თვალი, სადაც მსჯელობთ ერთი ფლანგი მეორე ფლანგთან, ტროლებთან, იმედი მაქვს და არა რეალურ ადამიანებთან, როდესაც საუბარი არის, ჩვენ ხშირად ძალიან ბევრ არგუმენტს ჩამოვთვლით ხოლმე, რომ აი ეს ფაქტი ეს მეტყოლებს, რომ თქვენ ახლა რისიც გჯერათ, არ არის სწორი. არ არის ეფექტური ბევრი არგუმენტის ერთად ხსენება, ჯობს რომ ერთი კონკრეტული და მარტივად ნათქვამი ფაქტი დაუპირისპიროთ, იმიტომ რომ თუ გახსნან ვაწერთ ასეთი მარტივი პროპაგანდისტული მესიჯებით გამოდიოდნენ, ხო, ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე როცა იყო საუბარი. პროპაგანდისტული მესიჯები არის ძალიან მარტივი და ომის შეშთან დაპირისპირება რატომ გართულდა, ბევრი მაგით ხსნის, რომ ეფექტური კონტრმესიჯი ზურაბ ჯაფარიძეც ხო რაღაც კრიტიკულად რო გადავაფასოთ, სწორად უპასუხა თუ არა მართლაც ამ ფუნდამენტურში, რომლის კიდევ უფრო ფუნდამენტური საფუძველი ადამიანის შემთხვევაში შეიძლება სიკვდილის შიში იყოს, ხო? ამიტომ ასეთი ძლიერი. აი რამდენად უპასუხა ოპოზიციამ და თქვა, რომ კი ვუპასუხეთო და ყველგან ხსნიდითო, მაგრამ თქვენ იმიტომ ამბობთ, ან ვინც ამბობს, რომ ვერ უპასუხეს, რომ ასეთი მარტივი და ასეთი ეფექტური პასუხი არ არსებობდა კითხვაზე, აბა ომი გიდათ. ანუ ამ შემთხვევაში რა ხდება, როცა ტყუილი მარტივია და სიმართლე უფრო კომპლექსური?
ეს სიმართლის გამარტივებაც მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ კარგად იმუშავებ და ბევრს იმუშავებ, შესაძლებელია ის სიმართლეც, რომელსაც ბევრი არგუმენტი აქვს, გამარტივებულად მიიტანო ადამიანებამდე, ხო? ან თუ ესეთი მძიმე ამბავია, მოკლედ მე მჯერა, რომ როდესაც ომის და მშვიდობის თემაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ეს საფრთხე არის რეალური, ჩვენ ძალიან ბევრს უნდა ვლაპარაკობდეთ ხალხიც და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების რა სტრატეგია გვაქვს იმისთვის, რომ ავირიდოთ ეს ომი თავიდან, იმიტომ რომ საფრთხე რეალურია და თუ რეალურ საფრთხეზე ვსაუბრობთ, მაშინ შესაბამისი სტრატეგია ქართული ოცნების ამომრჩევლებთან მე რო ვსაუბრობდი თავის დროზე, მათი პრეტენზია ეს იყო, რომ ვერ გავიგე რას აპირებს ოპოზიცია იმისთვის, რომ ავირიდოთ თავიდან ეს ომი, ხო? ანუ ვერ გავიგე, ხო? და ამ ხნის განმავლობაში ქართული ოცნება რო იყო არ გვქონია ომი და ამიტომ გონია, რომ ამათ უნდა ვენდო, ხო? ანუ როდესაც ასეთ რაღაცას გეუბნება ამომრჩეველი, შენ უნდა შესთავაზო მას, შენი სტრატეგია და ხედვა, ხო? ასევე დიდი მნიშვნელობა გვინქმნის დღის წესრიგს და ვინ არის მოპასუხისმგებელი. ამიტომ მე მგონია, რომ ეცეს პროპაგანდაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ შეგვიძლია დღის წესრიგის შემქმნელები ვიყოთ, მხოლოდ პასუხებზე შეგვიძლია საერთოდ არ ვახსენოთ ეს ამბავი, უბრალოდ ომზე და მშვიდობაზე რო არის ლაპარაკი, მან მაგის საფუძვლამდე მესიჯი რა არის, ხო? ანუ თქვენ ომი გინდათ, როცა გვეუბნებიან, მაგის მესიჯი ქვემოთ რაც დევს, არის რომ მხოლოდ ქართული ოცნება არის მშვიდობის გარანტი და რატოა მხოლოდ ქართული ოცნება? ამაზე ვილაპარაკოთ, ხო? მე როგორ ვარ მშვიდობის გარანტი, ამაზე ვილაპარაკებ, ისე რომ საერთოდ არ ვახსენებ ომი მინდა თუ მშვიდობა მაგას, ხო? ანუ ჩემს სტრატეგიებზე ვისაუბრებ. ის რა მეთქვა, რა ვიცი რო არის თორე. 23 და შემდეგ რუსეთთან გადავდეთ. როცა განსხვავებული ღირებულებების და მსოფლმხედველობის მქონე ადამიანთან საუბარზე, ანუ ეფექტურ კომუნიკაციაზე ვლაპარაკობთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ეს კოგნიტური დისონანსი და მე მიკერძოებული აღქმა რომ ავიცილოთ თავიდან მისი სიტყვებით ველაპარაკოთ. ეს ეხლა აქ სათქმელად შედარებით იოლია, მაგრამ საერთო პოზიცია, რაზეც თანხმდებით, ამის პოვნა მნიშვნელოვანი და აქედან საუბრის დაწყება. ძალიან რთულია ჩვენთვის განსაკუთრებით როცა ასეთი ემოციურად მწვავე სიტუაციაში ვართ, ვიპოვოთ ძალა საკუთარ თავში და ასეთი კომუნიკაცია ვაწარმოოთ ადამიანებთან, ხო რა რაღაცა ჯერ ვარჯიში უნდა მაგას არა ვარჯიში უნდა მაგასთან სამწუხაროდ რომ აი მე ბევრისგან გამიგია რომ აი მომიწევ ვიღაცასთან კამათი და რა რთული იყო იმ გაგებით რომ იმდენად სხვადასხვანაირი სისტემები ყალიბდება რაღაცების აღქმის დროს ორი ვერ ხვდება ერთმანეთს მერე და ამიტომ ამას სჭირდება უფრო დიდი ემოციურად გამომფიტავია სხვა შორის ადამიანები ხშირად აკნინებენ იმ წვრილს რაც აქვს შეიძლება ადამიანის პროპაგანდასთან ბრძოლაში თუნდაც თავის ოჯახში ახლო გარემოცვაში თუ ასე შემდეგ არანაკლებ ფიზიკური და ემოციური ენერგიის გამომფიტავია ვიდრე თუნდაც ქუჩაში დგომა. მარტივი არის კრიტიკული კითხვები დასვათ. ან უბრალოდ კონტექსტთან დაკავშირებით არ დაუმტკიცოთ არა იმაზე რომ არ აქვს სხვადასხვა